მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, დემოკრატიული მოძრაობა, გრიგოლ გიგლა ბარამიძე, ყოფილი პოლიდევნილი. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდი მართლმადიდებლური დღესასწაული და გისურვოთ ყველას წარმატებები განურჩევლად პარტიული წარმომავლობისა თუ რაღაცა სხვა ინტერესებისა, თუ კი ერთმანეთისას ეს არ ემთხვევა. დღეს საქართველოს ძვირფასო მეგობრებო აქვს სამი უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო მნიშვნელობის, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი გადასაჭრელი. პირველი ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მეორე ეს არის უსაფრთხოება ქვეყნის და მესამე ეს არის დემოგრაფია, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობამდე არის. ბოლო 12 წლის მანძილზე 15.5%-ით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, ბოლო 6 თვის მანძილზე ამას დაემატა 1.5% და თუ კი ჩვენ ასეთი ტემპებით გავაგრძელებთ ქართული ჯიშის და ქართული სახელმწიფოებრიობის შენებლობას 2050-დან 2060 წლამდე შეიძლება საქართველოში ეთნიკური ქართველობის სიმცირეც კი შეინიშნებოდეს. აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტიდან გამომდინარე იყო ამოსული ის 22 ჩამოყალიბებული საკითხი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ კომისიაზე განსახილველად, საკონსტიტუციო კომისიაზე განსახილველად და აქედან იყო რამდენიმე უმნიშვნელოვანესი, რომლის იქით არის უკვე წყალგამყოფი. უპირველეს ყოვლისა ეს არის ის, რომ ყოველგვარი დათქმების გარეშე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბის გარეშე, ყოველგვარი ნიუანსების გარეშე, ყოველგვარი კონსენსუსების გარეშე უნდა ჩაიდოს თეთრი ჩავზე აღინუსხოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და ალბათ შემდეგაც საქართველოს მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და უცხო ტომელებზე არ გაიყიდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამას განიცდის თითოეული ჩვენთაგანი და კონსტიტუცია, ძვირფასო მეგობრებო, პატივისცემით ყველას კომისიის წევრებს ეს პარტიული დოკუმენტი არ არის. ეს არის ქართველი ერის სულიერების, სიძლიერის, წარსულის, აწყოს და მომავლის უვადო დოკუმენტი. ამდენად აქედან გამომდინარე, როდესაც სულიად საქართველოს მოითხოვს ამას, ეს ვფიქრობ აუცილებელია. სამწუხაროა, რომ ხშირად თქვენ ჩვენი არ გესმით, ან გესმით და ვერ შეგისმენიათ და ეს არის ძალზედ ცუდი. ცუდია და იქნებ დღეიდან მაინც იქნას ეს გასათვალისწინებელი. მე გახლავართ ამავე დროს აღმოსავლეთს ოდნე, აღმოსავლური ქვეყნების სპეციალისტი და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ძალზედ კარგად ვიცი ის შემადგენლობა, რომლებიც აპირებს, ეშურება ან არ ეშურება საქართველოში დაბრუნებას მიგრანტის სახით, თუ ტოლვილის სახით, თუ სხვა სახით, მაშინ, როდესაც საქართველოს არ აქვს ჩამოყალიბებული ნამდვილი გამართული დოქტრინა მიგრანტების პოლიტიკასთან დაკავშირებით. სულ ახლახანს მქონდა მე საუბარი ერთი არაბული ქვეყნის ერთ ადამიანთან. ვიცნობ მე მას, რომელმაც მითხრა, რომ რა კარგი ხალხი ხართ ქართველები, რა კარგია, რა კარგად მხვდებით, ერთი მეუღლე შვილები დავტოვე მე, არ დავასახელებ იმ არაბულ ქვეყანას, მეორე ხუთშვილთან ერთად ჩამოვედი აქ, მივიღე ბინადრობის უფლება და უახლოეს ხანებში ვაპირებ შევიძინო მიწები უკვე შეიძინა აჭარაში, გურიაში, კახეთში და თბილისის შემოგარენში და ისეთი კარგია ყველაფერი ეს, რომ მე ვაპირებ უახლოესი ჩემი თანამებრძოლების თუ თანამოზიარეების თუ თანამოაზრეების დაახლოებით 200-მდე ოჯახს შევთავაზო საქართველოში დაბრუნებაო. ბატონებო, საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტობის, სხვა ერების, ეთნოსების დამფასებელი, სხვაგან რომ ევროპის ქვეყნებში გილოტინებზე და იქამდე ცოცხლად ყავს აზრობდნენ ებრაელებს, ქართველები მათთან ერთად სახელმწიფოს ვაშენებდით. მაგრამ არის ზღვარი, რომლის იქითაც ქვეყნის ინტერესები ზიანდება და ძალზედ კარგი იქნება თუ ამას გავითვალისწინებთ. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მახსენდება ახლა რომ მოდიოდი ერეკლე მეფის სკულპტურა და კახეთი, გული, თელავი და გამახსენდა უცბად მემატიანის ადრეული შუა საუკუნეების მემატიანის აღფრთოვანება ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის ფარნავაზ მეფის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა ფარნავაზ მეფემ განამტკიცა ქართული მიწები და არღარა იზრახებოდა სხვა ენა, ქალცა, შიდა, თვილიერ ქართულისა. ერთი წუთი ძვირფასო მეგობრებო, როგორც წმინდა წერილების დათვლა და სამების დათვლა არ შეიძლება, ქართული მიწების აღნუსხვა, შეფასება არ შეიძლება. ის შეუფასებელია და კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ტერიტორიები
დაკარგული იმედია დროებით და ბიუჯეტის შევსებითათვის, ინვესტიციების მოზიდვისათვის ეპირება და ეშურება მიწების გასხვისებას, ის სახელმწიფო ვერ აშენდება. ეს ის და იქიდან შემოსული ინვესტიციები, ეს ის 30 ოქროა, იუდასი, რომელიც არ შეეგება, არ შეერღვა არც ცივილიზაციას. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ბატონო ახალგაზრდაო პატივისცემით პარლამენტის თავმჯდომარემ. თქვენი კოლეგები ხართ დღეს უმრავლესობაში. ესე მოხდა, ამ მიზეზებზე მე არ ვსაუბრობ, მაგრამ ძალზედ გთხოვთ, მოვითხოვთ, ჯერ მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ფარგლებში რომ სადაც არ უნდა იყოთ, რომელი კომისიაც უნდა იყოს, ფლორენციის, რომის თუ ვენეციის, რომელმა ევროპარმა მეგობარმაც არ უნდა გვითხრას, რომ ეს მუხლი, ესე შელამაზები ჩადეთო, გთხოვთ ყოველწუთა საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით, ამ მუხლთან დაკავშირებით, გახსოვდეთ ერთი პატარა სიტყვა, ოღონდ ძალიან საკრალური და ტევადი, სამშობლო. მადლობთ.